ძალის გადამეტება, დაუსჯელობა, ნულოვანი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე ძალადობის სახალისება და არაპროფესიონალიზმი სწორედ ასე აფასებენ პოლიციელების ქმედებას ოპოზიციის წარმომადგენლები და უფლებადამცველები. მათი თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში ახლა შინაგან საქმეთა მინისტრის საგანგებო ბრიფინგს უნდა მართავდეს და პოსტიდან მიდიოდეს. სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულს სანქცირებული მინისტრი სულხან თამაზაშვილი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. დიაბაძა ღვარცვლად გაგვაცნობს შეფასებებს პირდაპირ ეთერში დიაგისმენთ. გორში დაკავებისას მოქალაქეზე განხორციელებულმა სასტიკმა ძალადობამ ძლიერი აღშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში. მომხდარს ეხმაურებიან როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე უფლებადამცველებიც. გარდა ამისა, ჩვენ დავინტერესდით ქართული ოცნების წარმომადგენლების პოზიციითაც, რა რეაქცია აქვთ და რა შეფასებებს აკეთებენ დღეს მომხდარ სასტიკ ფიზიკურ ანგარიშწორებასთან დაკავშირებით. ეს კიდევ უფრო საინტერესოა ოცნების ბოლოდროინდელი პროპაგანდის ფონზე, როცა ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებმა მთავარ თემად დანიაში აქციის დაშლა წარმოადგენს და უკვე კვირაზე მეტია საერთაშორისო საზოგადოებისგან მომხდარის როგორც ძალადობის დაგმობას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირს ღია წერილითაც კი მიმართა და მაღალ ჩინოსნებს პასუხი მოსთხოვა. ჩვენ ვეცადეთ მათთვის გვეჩვენებინა დღევანდელი ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები, ნაწილი კითხვებს გაურბის, ნაწილი კი ჩვეულ რიტორიკას აგრძელებს და ამბობს, რომ გმობს ყველანაირ ძალადობას. შეგიძლიათ რომ შეხედოთ ამ კადრებს? აინტერესებს ეს კადრები, ადრს განახებთ ბატონო. მე თვითონ ვნახავ, თქვენი ნახება რა თქმა უნდა. გასაგებია და ახლა მჭირდება პასუხი ამას გმობთ, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტანდარტი? და ასე უნდა დააკავოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანი თუ სპეცოპერაციას ატარებს? თუ შეგიძლიათ რომ შეხედოთ ამ კადრებს, საკმაოდ სასტიკი კადრები არის ფიზიკური ანგარიშწორების. ბატონო ირაკლი, თქვენ რა პოზიცია გაქვთ? ეს არის სტანდარტი ქართული ოცნების? შესაბამისი უწყება მოიძიებს და ვის კანონს დარღვევს, აგებს პასუხს. და ეს კადრები დანაშაული არის თუ არა? თქვენ რას ხედავთ? ესეთი არის სტანდარტი ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს? როგორია გაწერილი კანონში თქო, გითხარი. თუ ვინ? და ასეთი უნდა იყოს მეთქი სტანდარტი, ბატონო და მაგას გეკითხები. 15 პოლიციელი რო ერთ ადამიანს ურტყამს ძირს დაგდებულს, ასეთი არის სტანდარტი? სარწმუნოებრივი შესაბამის უწყებას შესაბამისი დანაშაული არის თუ არა? ეს არის სავარაუდო დანაშაული, რომელიც უნდა გამოიძიოს შესაბამისი უწყება. ჩვენ ვესაუბრეთ იურისტებსა და უფლებადამცველებს. ისინი ამბობენ, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, არასათანადო მოპყრობა და მსგავსი ძალადობა არის სწორედ ქართული ოცნების მმართველობის სისტემური შედეგი, რაც გამოიწვია იმან, რომ წლების განმავლობაში არაერთი სასტიკი ძალადობის ფაქტის მიუხედავად პოლიციელები დაუსჯელები რჩებიან. მათი თქმით, დღეს არის რეალობა, როდესაც სისტემის მსახურების გამო მათ არავინ სჯის, თუმცა პროფესიონალი და კეთილსინდისწიერი ადამიანები ხშირად პროტესტის გამო უწყების მიღმა რჩებიან. სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამართალდამცველები მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ აქტიურ ფიზიკურ ძალას და ძირითადად ამგვარი შემთხვევები არის ხოლმე წახალისებული დაუსჯელობის სინდრომით, როდესაც სამართალდამცველებს არ აქვთ იმის განცდა, რომ რაიმე გადაცდომის ან არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრებათ და კიდევ უფრო შემაშფოთებელი არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც უნდა იცავდნენ მარწესრიგს, მოქალაქეთა უსაფრთხოებას, პირიქით აქეთ არღვევენ ადამიანის უფლებებს. ეს არის შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ ძალადობის ჩამდენი პოლიციელების მიერ განხორციელებული პოლიტიკით, ხო, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან აქტიურია. ამ შემთხვევაში ამ პოლიციელებს დააკავებენ, ამ შემთხვევაში ამ პოლიციელების მიერ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა, რატომ? იმიტომ რომ ვიღაცამ შეძლო ამ ყველაფრის გადაღება, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ვერ გადავიღეთ? რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიციელს ნიღაბი ეკეთა და ვერ დავინახეთ ვინ ძალადობდა და ასე შემდეგ, ხო? ნუ ძალიან კარგად ვხედავთ რა ხდება ამ შემთხვევაში, ეს პოლიციელები არ ისჯებიან და სწორედ ამიტომ მივიღეთ ის შედეგი, რომელიც მივიღეთ დღისით მზისით არაფრის გამო დაკავებულს აი ამ მეთოდებით უსწორდება პოლიცია. ახლა საინტერესოა საბოლოოდ რა რეაგირება მოჰყვება მომხდარს პროკურატურის მხრიდან. მივე თუ არა გამოძიება ბოლომდე და ამჯერად მაინც დაისჯებიან თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც მოქალაქეს სასტიკად გაუსწორდნენ. მადლობა.